ფიქრობ რომ აქ ჯერ კიდევ არის დენი? არა, ნამდვილად არა. დიახ, ხასია ჩემო მეგობარო. დიახ, შეხედე აქ მინა. მინის ფანჯარა ანათებს. მათ აქვთ სხვადასხვა რეჟიმი. ეს მშვენიერია. ევროპაში ჩვენი უთვალავი თავგადასავლების დროს დენი და მე მივიღეთ დამაინტრიგებელი ინფორმაცია პორტუგალიაში მიტოვებულ სასახლეზე. ეს გრანდიოზული მამული ოდესღაც ეკუთვნოდა ოჯახს, რომელიც ცნობილი იყო ავეჯის ხელოსნობობით. ეს იყო ის ოჯახი, რომლის ავეჯსაც ხშირად ხვდებით მიტოვებულ ადგილებში, რომლებსაც პორტუგალიაში ვიკვლევდით. პინტოს ოჯახის სასახლე, რომელიც ოდესღაც მათი წარმატების სიმბოლო იყო, მათი სამყაროს ცენტრში იდგა. საუკუნეების წინ პორტუგალიის შორეულ ნაწილში აშენებული, ის მათ ძალასა და გავლენას წარმოაჩენდა. ოჯახის ქონება გაიზარდა მათი ავეჯის ბიზნესით, რომელიც ცნობილი იყო ხარისხითა და ელეგანტურობით. ჟოზე პინტო, გამჭრიახი ბიზნესმენი, საერთაშორისო მასშტაბით გააფართოვა მათი საქმიანობა და კომპანია აყვავებულად შეინარჩუნა რთულ პერიოდებშიც კი. სასახლეში არსებული ავეჯის მრავალი ნაწილი მათი ოდესღაც ცნობილი ბიზნესის რელიქვია, რაც მათ მემკვიდრეობასთან უშუალო კავშირს ქმნის. მიუხედავად წარმატებისა, ჟოზეს სამუშაოზე კონცენტრაციამ დაძაბა მისი ურთიერთობა მეუღლესთან, მერისთან და მათ შვილებთან. ბელას დუ გრანდე ოჯახისთვის მარტოობის ადგილად იქცა. თითოეული ოთახი განშორებას აჟღერებდა და არა საერთო სიხარულს. 90-იან წლების დასაწყისისთვის კომპანიამ ძლიერი კონკურენცია და ფინანსური პრობლემები გადაიტანა. ბიზნესი გაკოტრდა და პინტოს ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინას სახლი და უფრო პატარა სახლში გადასულიყო. ოჯახი საუკუნეების განმავლობაში ამ სასახლეში ცხოვრობდა და ფლობდა მას. როდესაც ბანკები ან ინსტიტუტები ქონებას ითვისებენ, სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ოდესღაც სიცოცხლით სავსე ადგილები ხშირად მიტოვებული და დავიწყებული ხდება. პირადი შეხება, რომელიც ოდესღაც შენობას ხასიათს ძენდა, ქრება და მხოლოდ გარს ირჩება, რომელიც კორპორაციული გულგრილობისა და სიხარბის ჭრილში ექცევა. შემოგვიერთდით, როცა ამ დაკარგული სასახლის საიდუმლოებებსა და ისტორიებს ვამჟღავნებთ. სიღრმეში მოგზაურობა გვპირდება, რომ ისტორიის საინტერესო თავს აღმოაჩენთ. გეტილი იყოს თქვენი მობრძანება ისევ Bros of Decay-ზე, მე ვარ ლესლი, როგორც ყოველთვის, მოგვიწია Mr. Denis-თან მოსვლა. გამარჯობა ყველას. და დღეს პორტუგალიაში კიდევ ერთ საოცარ ადგილს ვირებთ. დღეს გვინდა ვეჩვენოთ პინტოს ოჯახის საოჯახო სახლი. და უნდა გითხრათ, რომ სახლი ცოტა ნათქვამია. ეს ნამდვილი სასახლეა. ერთადერთი რაც არ ვიცი არის ის, როდის აშენდა ეს ადგილი. დენი გაქვს რაიმე წარმოდგენა ამის შესახებ, ან ამ ადგილის იერსახეზე და ატმოსფეროზე? ვფიქრობ მე-19 საუკუნის დასაწყისი, მინიმუმ. არა, მე-20 საუკუნის დასაწყისი. მე-20 საუკუნის დასაწყისი. ხო, ეს საკმაოდ ყალბად გამოიყურება, ნამდვილი არ ჩანს. ამიტომ ვიტყოდი მე-20 საუკუნის დასაწყისი. დიახ, ეს ნორმალურია. ხო, ეს ნამდვილი არ არის. ხედავ, აქ საღებავს ხედავ. ხო, აქ შიგნით ესეთი წარღვები დახატეს და უნდოდათ რომ ასე გამოიყურებოდეს. ეს ვიქტორიანული ეპოქისა. ეს ძალიან გავრცელებული იყო, ძალიან ხშირად აკეთებდნენ. ძალიან გავრცელებული. ხო, ძალიან გავრცელებული. ხო, ვიტყოდი რომ ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისი. კარგი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს შესასვლელი დარბაზი, სადაც ახლა შევედით, უბრალოდ საოცარია. აქ ოჯახი იწოდა სტუმრებს და მათ მაშინვე უჩნდებოდათ შთაბეჭდილება. თუ როგორი იყო ეს ოჯახი? ისინი მდიდრები იყვნენ, შეძლებულები იყვნენ, სურდათ თავის გამოჩენა და ეს იყო მათი გზა ამის გასაკეთებლად. მიყვარს ეს ჭერი. ეს არის ძალიან პორტუგალიურია ვითვადი. ხო, მას აქვს ესეთი ტიპის.
მე მათ სტალაქტიტებს უწოდებ, რომლებიც ჭერიდან გამოდის. ხო. ისეთი როგორიც მღვიმეებში გინახავთ, მაგრამ აქ ისინი ჭერა და აქცეული. ესეთი ტიპის ჭერები განსხვავებულია და ძალიან გავრცელებულია პორტუგალიაში. ხო. ეს ძალიან დიდრულია, მაგრამ პორტუგალიაში ერთი ადგილია, სადაც ვიტყოდი, რომ ჭერები მართლაც საუკეთესოა. იცი ეს ადგილი, Casa do Tarca. ხო. და აქ ზემოთ ბმულს დავდებ. ჭერიდან პირდაპირ ანანასები იყო გამოსული, ასე რომ აუცილებლად ნახე ეს ვიდეოს შემდეგ. კარგი, ეს არის შესასვლელი ჰოლი, სადაც სტუმრებს იწვევდნენ. მათ ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესი ჰქონდათ, ასე რომ ეს ალბათ ძალიან ჩვეულებრივი რამ იყო ამ ოჯახისათვის. აქ უკან არ ვიცი რა ტიპის ოთახი შეიძლება ყოფილიყო. შეიძლება დიდი სასადილო დარბაზი იყო, შეიძლება ღონისძიებების სივრცე, ან რამე მსგავსი. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან დიდი ოთახია. ადრე ოჯახისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ოთახი იყო. პირდაპირ ვიტყოდი, რომ ეს იყო ოფისის შესასვლელში. ეს ძალიან კარგი არგუმენტია, რადგან კლიენტები შემოდიან, აქ მოდიან და სხდებიან. მე პატრონეს ესაუბრებიან და ხედავ ამ მაგიდას შუაში. ეს ოფისის მაგიდაა. ამ ხალხს, როგორც ამბავში მოისმინეთ, ავეჯის ბიზნესი ჰქონდათ. მათ იმ დროს პორტუგალიაში ავეჯის დიდი ბიზნესი ჰქონდათ. და თუ ამ ავეჯის იერ შევხედავთ, აშკარად ძალიან კარგი ბიზნესი ჰქონდათ ამ ქვეყანაში. სკამები შენს უკან. ხო. შეხედე ამას. ეს არის საოფისე სკამი. შეგიძლიათ წარმოიდგინო, რომ ამ სკამში ზიხარ და მთელი დღე საქმეს აკეთებ. ესეთი ტიპის ავეჯი პორტუგალიაში იქნებოდა დამზადებული, ხო ესე? დიახ, ადრე, დიახ. დიახ. ის ტყავის ნაჭრები, დიახ. ეს წარმოუდგენელია. აც კი ვიცი, როგორ დავიწყო მსგავსი რამის აწყობა. დიახ, ზოგიერთი ნაჭერი უბრალოდ ნაწილად, დეტალები. ზოგიერთი მათგანი მთლიანი ნივთია, ხო გესმის? ხო. მაგრამ ჩვეულებრივ სკამები ნაწილებადაა. შეხედე ამას მაგალითად. ვაუ. ეს სრულიად წარმოუდგენელია და ეს ალბათ ერთ-ერთია კოლექციიდან, რომელიც გაბიდეს. და ისინი აქ ოფისშია, რომ კლიენტებმა შეძლონ მათი ნახვა. სრულიად მშვენიერი. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ამბავშია ნათქვამი, ბატონი ხოსე და მარია, ამ ოჯახის დედა და მამა წლების განმავლობაში ფლობდნენ ამ ბიზნესს, მემკვიდრეობით მიიღეს ბებია ბაბუებისგან, მაგრამ სამწუხაროდ დროთა განმავლობაში საქმე გაუარესდა და მათ ვერ შეძლეს მისი შენარჩუნება. მათ მოუწიათ გაკოტრების გამოცხადება და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც დაკარგეს ეს გამორჩეული ადგილი. მოუწიათ ბევრად პატარა საცხოვრებელში გადასვლა და სწორედ ამიტომაც არის ეს ადგილი მიტოვებული. ძალიან სამწუხარო ამბავია. მაგრამ ბიზნესში ზოგჯერ ასე ხდება. დიახ, დენი, ხედავ როგორ მიუთითებ იმ ჭაღზე. ხო. ეს მართლაც ულამაზესია. ალბათ მთლიანად ხელით არის ნაკვეთი. ერთი რამ, რაზეც კიდე მინდა ყურადღება გამომახვიო, ამ მაგიდასთან. ეს კალმის დასადებია? შეხედეთ ამ შესანიშნავ კალამს, რომელიც აქ გვაქვს. მელნის ქილებით ორივე მხარეს. მგონი ეს ბეჭედია. და თარიღებით საქვეა. მოგოწხედავთ, იქ კიდევ უფრო მეტი ავეჯია და ნივთები, რომლებიც სახლიდან გასვლის შემდეგ არ გაუტანიათ. ალბათ ახალ სახლში საკმარისი ადგილი არ ჰქონდათ, რომ ეს ყველაფერი დაეტიათ. ამ ოთახშიც ჭერი უბრალოდ საოცარია. და აქ გვერდით ხო ნახეთ? აქ უზარმაზარი სეიფია დატოვებული. ვაუ. ეს საკეტი მექანიზმია. ხო, შეხედე საკეტებს. ვაუ. გონია ჯერ კიდევ იკეტება? შეიძლება. ისე გლუვია. ეს პირდაპირ კარაქივითაა. შეხედე ამას. ვაუ. და შემდეგ მათ წინ ქონათ ეს ადან ზემდე ასოებით საკეტის კომბინაციები. და ეს სად არის დამზადებული? Vila Nova. ის ბიჭი, ესეც პორტუგალიაშია, ხო? ხო, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ხო? ეს არის ქალაქი პორტუს ქვემოთ, ხო? ზუსტად, ჩვენი კვილავით. მდინარის მეორე მხარეს, ხო? ხო, ყველა დოკუმენტიც აქ ზემოთ დარჩა. ხო, მგონი მართალი ხარ, დენი. ალბათ სახლის ეს ქვედა სართულები გამოიყენებოდა მთელი ამ საქმიანობისთვის, როგორც მათი ბიზნესის სათაო ოფისი, ქარხნების გარდა, რომლებიც ალბათ სადღაც აქვეა, არ ვიცი. შეიძლება ისინიც მიტოვებულია. ალბათ, მაგრამ ხო, ეს ნამდვილად საცხოვრებელი ნაწილი იყო. ეს კარი სამწუხაროდ სრულიად ჩაკეტილია. ნახეთ, წინ ხალი ჩადევს.
მაგრამ ეს შეიძლება შეხვედრების ოთახი ყოფილიყო, რადგან ეს ძალიან ლოგიკურია. იქ ოფისი, სადაც საქმეებს აგვარებდნენ. აქ კი ალბათ შეხვედრების ოთახი, ან საგამოფენო ოთახი, სადაც ავეჯს აჩვენებდნენ. ხო. მართალი ხარ. კარგი. და იქ ეს კარები, რომლებიც მათ სახლის პირად ნაწილში გადის, იმ ადგილას, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ესენი თითქოს ჩემს აზრით ეს ნამდვილი ოფისის კარებია. არ ვაპირებ ძალიან გადავწიო ისინი. უბრალოდ ისინი მიწაზეა მიმაგრებული. მაგრამ აბსოლუტურად ლამაზია. დაბურული მინის ფანჯრები, რომ შეგექმნას პირადი სივრცის შეგრძნება, თითქოს ეს არის ადგილი, სადაც ცხოვრობთ. ეს არის ადგილი, სადაც საქმეს ვაწარმოებთ. ხო. კიბე, რომელიც მოგვიანებით ზევით მიგვიყვანს, მაგრამ ჯერ მინდა აქ შევიხედო და ვნახო რა არის აქ. ამას კი გასაღები აქვს. ძმაო, სანამ ამას გავხსნი, შეხედე ამ ჭუჭუტანებს. მათ პატარა საფარიც კი აქვთ, რომ დაფარონ და უფრო ელეგანტური გახადონ. ხო. ხო, ეს იხსნება. უი. აქ შევდივართ სახლის ერთგვარ სათავსოში. ხო, რაღაც ტიპის სარდაფია. ხო, ესე ვთქვათ, ფიჩხალებში. ხო, აშკარად აქ ბევრი წიგნი და სხვა რაღაცებია შენახული. Discovery. ეს სკოლიდან მიღებულ ნიშანს გავს. A5. ხო, ბევრი საბუთია. ხედავ, რომ მათემატიკა და განტოლებებია დატოვებული. ხო, სკოლასთან დაკავშირებულ ბევრ რამეს ვხედავ. უნივერსიტეტი. ოდესმე გინახავს ეს. უნივერსიტეტი. ალბათ აქ ცხოვრებ ბავშვებს ეკუთვნოდათ და ალბათ მათი ყველა სასკოლო წიგნიც აქ დარჩა. ხო. რა გვაქვს იმ მხარეს იქ? ხო, კიდევ უფრო მეტი სათავსო ყველანაირი ნივთისთვის. ერთ-ერთი ბავშვის გოკარტი იატაკზე. როგორც ვიცით, მათ 3 შვილი ჰყავდათ. მარგარიტა. პაულო. და ანა, თუ არ ვცდები, ხო? რა თქმა უნდა, პორტუგალიური სახლი საკუთარი ღვინის მარანის გარეშე არასრულია. ხო. ჩემი აზრით, პორტუგალიელები ბევრ ალკოჰოლს სვამენ, მაგრამ ეს მათთვის ძალიან ჩვეულებრივი რამეა. ეს უბრალოდ სასმელია სადილთან ერთად. ხო. და ეს იმიტომ არაა, რომ ისინი ალკოჰოლიკები არიან, ან რამე მსგავსი. არა. ამას ჯერ კიდევ საცობი აქვს. შეხედე ამას. სამწუხაროდ ცარიელი იყო, მაგრამ მაინც. ხო, ესე რომ ვუყურებთ. აქ სალსოს ვეძებთ. წარმატებებს გისურვებ. აქ ვიპოვე. ვაუ, ასობით ბოთლი დატოვებულია, მაგრამ ყველა ცარიელია. რატო უნდა შეენახათ ეს ცარიელი ბოთლები და გააქვს რაიმე მინიშნება? ხელახლა რო შეევსოთ. ანუ მიდიოდნენ და ბოთლებს ადგილობრივი ღვინი თავსებდნენ ალბათ. ადგილობრივ ღვინოს ან საკუთარ ღვინოს ასხამდნენ. მაგალითად, როცა სუპერმარკეტში ბოთლს ყიდულობ, ინახავ ბოთლს, რომ შენი ღვინო ჩაასხა, თუ ღვინო გაქვს. ზოგიერთ სახლს ადრე თავისი პატარა ღვინის წარმოება ჰქონდა. ასე რომ შეიძლება ამ სახლსაც, შეიძლება ამ ხალხსაც თავისი პატარა წარმოება ჰქონდათ. ხო, თავისთვის ხო ალბათ. ან იქნებ მეგობრები, ან ოჯახი აკეთებდნენ ამას მათთვის. ხო, ალბათ. ეს იყო ჩვეულებრივი რამ. ხო. საინტერესოა. კარგი. დროა ჩემო მეგობარო, ავიდეთ და ვნახოთ, სად ცხოვრობდნენ ისინი. ამ მომენტს ველოდი, რომ ავიდე კიბეზე და განსაკუთრებულად ვიგრძნობ თავს, როცა წითელ ხალიჩაზე ავალ მათი სახლის კერძო ნაწილში. ძმაო, ხო საოცარი კიბეა. ხო. მე აბსოლუტურად აღმერთებ ამას. გულისხმობ. ის მარტივია, მაგრამ დეტალები ნამდვილად აქვს. ხო, ეს მარტივია, მაგრამ ელეგანტური და ლამაზია, ვითხოვდი. და შემდეგ შენ ამოდიხარ. ამ პირველ სართულზე ადიხარ, სადაც თაღებია და მაღალი ჭერი, რომელიც შიგნით გიწყვება. რაც ჩვენს წინაშე ჩანს, ეს უბრალოდ ოჯახის საძინებელია. ვაუ, და უკვე თვალის კუთხიდანაც კი ვხედავ რაღაც საოცარ რამეებს. მაშ, ნება მომეცით შიგნით შევიდე და ეს სილამაზე გაჩვენოთ. ვაუ. პირველი რასაც ვაკეთებ, ზემოთ ვიხედები. ჭერს შეხედე. ეს უკვე მეორე სახლია პორტუგალიაში, ან მეორე სასახლე პორტუგალიაში, რომელიც გადავიღეთ ესეთი საოცარი ჭერებით. და კი უბრალოდ გაკურებული ვარ, რადგან ჩვეულებრივ პორტუგალიაში ამას ვერ ნახავ.
ეს უფრო იტალიური რამეა. ხო, დღესდღეობით ასეთი რაღაცების ნახვა იშვიათია, მაგრამ ადრე ყველაზე მდიდარ სახლს მსგავსი რამ ჰქონდა. და როგორც ხედავ, ეს არ არის უბრალოდ შეღებილი ჭერი. მას აქვს თაბაშირის ორნამენტები. საღებავ. ეს არის მრავალი სხვადასხვა კულტურის ნაზავი. კარნიზები ყველგან, ჭაღი აქ, რომელიც შუაში თვალსაჩინოდ კიდია. მართლა ძალიან მომწონს ეს, ძალიან ლამაზია. ჭაღები პორტუგალიაში ეს ძალიან პოპულარული არ არის. და განსხვავებით საფრანგეთისგან, მსგავსი ქვეყნებისგან, სადაც ისინი ძალიან მდიდრულია, აქ ზოგჯერ უბრალოდ იდეალურად ჯდება, როგორც ამ ოთახში. სრულიად აღფრთოვანებული ვარ და თვითონ კედლებიც დაფარულია ამგვარი კარნიზით, ამ თაბაშირის ორნამენტებით, რასაც აქ ხედავთ. ეს უბრალოდ საოცარია. მგონია, რომ ოთახი, სადაც ახლა შევედით, შეიძლება ამ სახლის მთავარი საძინებელი ყოფილიყო. დიახ. ეს ოთახი სახლის შუაგულშია. ძალიან გამორჩეული ოთახია და როგორც ხედავთ, ისევ მოწყობილი. დიდი ალბათობით ავეჯი, რომელსაც ამ ოთახში ვხედავთ, დამზადებულია მათი კომპანიის მიერ, ხოსე მარიას კომპანიის მიერ. დიახ, ეს ძალიან პორტუგალიურია, ძალიან. დიახ. ეს რა არის აქ ზემოთ? უბრალოდ sepa possible. უბრალოდ უნდა დამიჯერო. ხო, ძალიან უცნაური ფორმაა. რაღაცა. არა, ამ ტუმბოებში აღარაფერია. ფიქრობ, რაც აქ მოხდა, ის იყო, რომ მათ, რა თქმა უნდა, ბანკმა ჩამოართვა ყველაფერი, დაკარგეს თავიანთი კომპანია და შემდეგ მათ ფაქტობრივად გამოაცარიელეს სახლი რაღაცნაირად. მაგრამ ყველაზე დიდი ავეჯი დატოვეს, რადგან მათი წაღება შეუძლებელია. ხო. რა შედევრი. შეხედე ამას. იქ ისევ არის საბანი, ისევ არის რაღაცა სუნისთვის ან ჩჩილებისგან დასაცავად. მიყვარს ეს. არ ვიცი, კამერაზე თუ ჩანს, მაგრამ ოდნავ მრგვალია, ხო, ფორმით. კარადა. რას შეინახავდი აქ? ტანსაცმელს მგონი. ხო, ალბათ ყველაზე მეტად. სინამდვილეში ეს სულელური შეკითხვაა. უი. სუნი? სუნი. ხო. აქ ყველაფერი 90-იანი წლებიდან მიტოვებულია, მაგრამ მაინც გრძნობა ადამიანების სუნს. ეს სუნი სახლში ძალიან დიდხანს რჩება. ძალიან საინტერესოა, ყოველ ჯერზე, როცა სახლში შედიხარ, განსხვავებული სუნი აქვს, მაგრამ საკუთარ სახლში ამას ვეღარ გრძნობ. ეს არის რაღაცა, რაზეც ეჩვევი. ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული სატუალეტო მაგიდა, ასე ვიტყოდი, ხო ასეა? ასეც ვიტყოდი, მაგრამ თითქოს მოდერნიზებულია, რადგან მაღლაა განთავსებული. ხო, ჩვეულებრივ ეს ნაწილი სადღაც აქ იქნებოდა განთავსებული. მებრძოლი ფეხსაცმელებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ოდნავ უფრო მაღლა და აქ მარია დილით შემოვიდოდა. თავის თავს შეხედავდა, იმ ავეჯს შეხედავდა, რომელიც მისმა კომპანიამ დაამზადა და თავს ლამაზად გაიხდიდა. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ეს ავეჯის ყველა ნაწილი სხვადასხვა სექციებისგანაა დამზადებული და შემდეგ რაღაცნაირად ერთმანეთზეა მიწებებული. გინდა ამ სატუალეტო მაგიდაზე ერთი მაგარი რამე გაჩვენო? რა თქმა უნდა. ხო. დიახ, შეგიძლია პირდაპირ აქ დადგე, ხო? და დაინახო შენი სახის ყველა მხარე. მიყვარს, როგორ მუშაობს ეს ავეჯი. ხო. აქ კი გვაქვს მისი სხვადასხვა ქუდი, რომელსაც ატარებდა, რადგან რა თქმა უნდა ის იყო დიდი უფროსის მეუღლე და ძალიან კარგად უნდა გამოიყურებოდეს. ასე რომ მას ნამდვილად ჰქონდა ქუდების დიდი კოლექცია, ტანსაცმლისა და კაბების დიდი კოლექცია. სევდიანი ნაწილი აქ არის, ნახე. შენობა ბზარავს, ინგრევა, მასზე არ მოულიათ. ბანკმა ალბათ დაინახა, რომ ვეღარ გაპედიდა და შემდეგ მიატოვა. დასაუბარი. სევდიანი, აბსოლუტურად სევდიანი. ასევე უნდა აღვნიშნო, ხალიჩა. ხო. ძალიან დიდრულია ესეთი ტიპის ხალიჩები. ეს ხალიჩები ბევრჯერ მინახავს პორტუგალიაში ადრე. ჩემს სახლშიც კი, ან ბებია ჩემთან. ბებიის სახლშიც კი, ყველგანა, ზუსტად. ყველგანა. ვაუ. დაუბრუნდეთ დერეფანში. ნახე, რომ დერეფნის შუაში სარკეა. ხო, ნახე. ჰეი, ყველას მოგესალმებით. მოდი ჯერ სახლის იმ მხარეს წავიდეთ. კი, იმიტომ რომ აქ რამდენიმე მაგარი ოთახი დავინახე. კი, ეს ნამდვილად მინდოდა გავუმეყო.
და ეს არის მგონი ადრე იყო. სახლში საცხოვრებელი სივრცე იყო, როგორც დიდი მისაღები ოთახი, ასე ვიტყოდი, სადაც ისინი ერთად იკრიბებოდნენ. და აქ შუაში ძალიან საინტერესო ჭაღი აქვს. შეხედეთ მას. ეს თითბერის ან სპილენძის არ ჭილენძის არხის ჭაღია. შემიძლია ერთი რამ თქვა რაც აკლია. ჭაღის გამო ხო, ერთი ნაწილი აკლია. ეს ჭაღები ჩვეულებრივ დენი ხო, თითქმის 1 ფუტი წყალია. ეს წყალია. იმედია ეს წყალია, საკმაოდ ყავისფერია. არა, ეს წყალია. მგონი ჭერიდან ჯონავს. ხო, მგონი სველია. ჯანდაბა. მაგარი კადრი მინდოდა გადამეღო. ბოდიში ძმაო. ხო, ეს წყალია. არა, უბრალოდ იმას ვამბობდი, რომ ესეთი ტიპის ჭაღები სადილის მაგიდებზე ეკიდა. ასე რომ ეს შეიძლება სასადიუო ოთახი ყოფილიყო. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ესეთი ტიპის ჭაღები და თქვენს ვიდეოებში შეგიძლიათ ნახოთ, ყოველთვის ყველაზე მდიდრული ჭაღი სადილის მაგიდაზე კიდია. ხო, ეს საოცარი ნამუშევარია. მსგავსი რამ მე სინამდვილეში არასდროს მინახავს. ხო, და ზემოთ ეს ლამაზი ჭერიც. ვაუ, ხო და ჭერიც ძალიან გავს სასადიუოს ჭერს. ხო. მაგრამ სამწუხაროდ, აქ სახლში ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაზიანებაა. მგონია რომ შეიძლება ჭერიდან წყალი ჟონავს ან რაღაც ჩამოდის. ხო, მაგრამ ალბათ. ამის აღდგენა ბევრ ფულს მოითხოვს. ხო, ფრთხილად უნდა იყო. ეს მასტი იქაა, პირდაპირ იშლება. ესეც ძალიან პორტუგალიური ნამუშევარია, ჩემი აზრით. ხო. თუმცა ბელგიაშიც მინახავს, მაგრამ სხვა ფორმით. ოდნავ განსხვავებულია, ქვეშ დივანი არ ქონდა, მაგრამ გავს მას. მაგრამ ძალიან ლამაზია. ასე რომ ალბათ მათი ავეჯის მწარმოებელი კომპანიის გაკეთებულია. და აქ ოთახის შუაში კიდევ ერთი ნივთი გვაქვს. და ახლახანს დავინახე აქ ქვემოთ, რომ რამდენიმე ჩანაწერი დარჩენილია და ჩანს, რომ ერთ-ერთი ბავშვის პატარა ჭღაბნილებს გავს. ჩემს აზრით ეს სრულიად საყვარელია. ეს ალბათ სკოლიდან რაღაცა. ალბომი გაზეთის ამონაჭრებით, ასე ვფიქრობ. ალბათ ხო. ხო, შეხედე ამას. და ეს ყველაფერი ძალიან ძველი გაზეთის ამონაჭრებია. ხო. ვაუ. დაჯერება ძნელია. და კიდევ რამდენიმე. პატარა ნახატიც კი დატოვეს. Mr. Worldwide. მგონია რომ პაულომ გააკეთა ეს. თუ დააკვირდები, აქ ბიჭი გამოსახა. და შეხედე ამას. გონია რომ ეს ბიჭს წარმოადგენს. თუ თაგს? ხო, თავ. ბოდიში, ბიჭი თაგვი. ხო? ვაუ. გონია პაულოსგანა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. ზემოდან თასიდევს. გინახავს? ხო. ფესტა და ციდალე. ციდადელა ქალაქი. ეს არის 1936-დან. ქალაქის ფესტივალი. ეს არის მიტინგი. ვაუ. ასე რომ ალბათ რაღაცას ითხოვენ იქ. კარგი. ის ოთახი იქ, დენი, სწორედ ისა. ეგა, ეს ისა, რისი ჩვენებაც გინდა. უბრალოდ შეხედე. ამ შედევრს შეხედე. ზემოთ ჭერი. სრულიად დაუჯერებელია. და ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჭაღია მთელ ამ სახლში. ეს მართალია. მიყვარს ეს მოოქროვება. აი ეს რაღაც არ ვიცი როგორ დავარქვა ამას, მაგრამ ეს ტექსტილი გარშემო. წითელი რაღაცა. ხო. ეს წითელი ხავერდია. გონია რომ ეს წითელი ხავერდია ზუსტად. და შემდეგ ეს შედევრი, ეს შუაში რაღაც ძვირფას ქვას გავს, ასე ვიტყოდი. ხო, ეს მინდა. სრულიად აღფრთოვანებული ვარ ამ ნამუშევრით. ხო. ამ ოთახს რო ვუყურებ, მაშინვე ვგრძნობ აქ მყოფი ადამიანების არსებობას. ისინი თითქოს ისევ აქ არიან, ერთად ხედან ამ შესანიშნავ სკამებზე, ამ ყავის მაგიდის გარშემო, ალბათ საღამოს, კარგი ვახშმის შემდეგ. ხოსე, მარია, ანა, პაულო და მარგარიტა თუ არ ვცდები. მარგარიტა. ესენი იყვნენ ამ ოჯახის წევრები. და ეს სკამები, დენი, ისინი მართლაც საოცარია. ეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ძალიან პორტუგალიური ნამუშევარი. გაქვს რამე სათქმელი ამაზე, იმიტომ რომ კი უკვე იმდენჯერ მინახავს, მაგრამ ეს ცოტა განსხვავებულია. კი, ეს ნამდვილად პორტუგალიური ნამუშევარია. თუმცა ეს სკამები. ზუსტად ლუი მე-15 სკამებს წააგავს. კი, ფანგულებს. კი, ფლანგულებს. ძირითადად ფეხების გამო.
როგორც ხედავთ, ფეხებს მოღუნული ფორმა აქვს. კი. ეს ნიშნავს, რომ ეს კაბრიოლის ფეხია. და ის თავდება. გრაგნილით, თქვათ ეს. ეს უკან დაბრუნდა. თავდება გრაგმილით. და რა თქმა უნდა, კიდევ ერთი რამ, რაც ნამდვილად პორტუგალიური ამ სკამზე, არის წითელი ხავერდის მოპირკეთება. ძალიან. და სპეციალურად ასე გააკეთეს, რომ კედლებს შეხამებოდა. კედელი და მართლაც ზუსტად ის უნდა მეთქვა, რაც შენ თქვი ჩემამდე, რადგან ეს თავად დაამზადეს. მათ შეეძლოთ, რომ მთელი სახლი ერთმანეთთან სრულად შეეთავსებინათ. ხო, ეს მთელი კედელი ისე შეღებეს, როგორც სკამები. გიჟურია. ან იქნებ სკამები კედლის შეღების შემდეგ მოიტანეს. არ ვიცი, უბრალოდ რაღაცას ვამბობდი. აი ეხლა, მაგრამ კი, აშკარად ჩანს, რომ პორტუგალიურია. და ესენი ძალიან ძვირფასი ნივთებია. მხოლოდ ერთი იმ სკამებიდან. უბრალოდ რომ გქონდეთ წარმოდგენა, ამ სკამებიდან ერთი შეიძლება იყოს მე-18 საუკუნის შუა ან ბოლოს. ისინი მართლაც ძალიან ძველია. და რადგან ისინი უნიკალური ნივთებია, მე მინახავს აუქციონზე დაახლოებით. 26,000 ან რაღაც მსგავსი. მხოლოდ ერთი სკამი. აი რამდენად ფასეულია ეს. და წარმოიდგინეთ ეს, ისინი უბრალოდ აქ დგანან ამ მიტოვებულ სახლში, ნანგრევებში ელპებიან. ეს სიგიჟეა. მართლა სამწუხაროა, განსაკუთრებით იქ. შეგიძლია დაინახო, რომ ისინი ნამდვილად პორტუგალიურია, მაგალითად, ყვავილის ეს უბრალო ორნამენტი. ხო. მაგრამ ისინი უბრალოდ ცალკეული სკამებია და ერთიან გრძელ სკამად გადაკეთება უკვე ძალიან პორტუგალიური რამეა. მართალია. ეს მართალია. ეს არ გავს არც ერთ სხვა ქვეყანას. ჩვეულებრივ, დივანს სრული საზურგი ექნებოდა. ხო, აქ უკან. ასევე ოთახის შუაში ყავის მაგიდაც დგას. ეს მშვენიერი ქალის ქანდაკება ზემოთ. ვიფიქრებდი, რომ ძიმე იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ მსუბუქია. ლამაზი ყავის მაგიდაა. ისევ ის ყვავილების დიზაინები გვხვდება. ხო. ნამდვილად უყვარდათ კარგად მორთული სახლი. ხო, და იქიდან მოდის ბალანსი. კიდევ უფრო მეტი ესეთი სკამი ამ მხარესაც დგას. და შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ ოთახში ყველაზე გამორჩეული ნივთი როიალი, სადაც ოჯახის რომელიმე წევრი ალბათ საღამოობით უკრავდა. შეხედე ამას, დენი. მასაც კი იგივე გადასაკრავი აქვს, რაც სკამებს. ხო. ალბათ თვითონ რა გააკეთეს ეს. ხო, ალბათ სპეციალურად, იმიტომ რომ უნდათ ყველაფერი ერთმანეთს შეესაბამებოდეს. ხო. თუ კედელის სკამებს შეუხამეს, რატომაც არა? რატომაც ისიც შეუხამე. ჯერ კიდევ ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ბლუთნახი, გერმანული ბრენდია. ბავშვების უმეტესობა აღარ თამაშობს. აქედან შიგნით მთელი მექანიზმიც კი ჩანს. ვაუ. ყველა სიმი, ყველაფერი ისევ მუშაობს. კარგად მუშაობს. ხო, ვფიქრობ, თუ კარგად აწყობ, ალბათ ისევ კარგ მდგომარეობაშია. ხო. ამ მშვენიერი ნივთია. ნელა დახურე ეს. კარგად ხარ? ხო, კარგად ვარ. კარგი. უბრალოდ ვამოწმებ, რომ ეს ხმაურს არ გამოსცემდეს ცენდეს. ნელა. აქ პიანინოს დასაკეტადაც კი აქვს საკეტი. ვაუ. ხედავ ამ შუქის ჩამრთველებს აქ. ძალიან მომწონს ეს ჩამრთველები. გონი ეს იყო პირველი ტიპის შუქის ჩამრთველი, რაც ჰქონდათ და ესენი მოგვიანებით დაამატეს. სარდაფისგან განსხვავებით, სადაც ჩამრთველებს ზემოდან ჰქონდათ კაბელები, აქ კედელშია ჩაშენებული. როგორ ფიქრობ, ელექტროენერგია შეიძლება ჯერ კიდევ მუშაობდეს? არა, ნამდვილად არა. და კი. არა. კი, ჩემო მოყო. მაგრამ ოკეი. აქ არის მინა. მინის ფანჯარა ანათებს. სხვადასხვა რეჟიმი აქვს. ეს მშვენიერია. ისევ ანათებს ამ ოთახს და უბრუნებს მას იმ ხიბლს, რაც ოდესღაც ჰქონდა. ვაუ. ეს ძალიან მომწონს. ამას არ ველოდი. ცოტა კი მიკანკალებს კიდეც. ხო, პორტუგალიაში იშვიათად ნახავ, რომ ელექტროენერგია ისევ მუშაობდეს. არა, ასე არ არის. ასეა დახვეწილი, მაგრამ იმ ქვეყნებიდან, სადაც ყოფილ ვართ, ყველაზე მეტი სახლი, სადაც ელექტროენერგია ჯერ კიდევ მუშაობს, ნამდვილად შეერთებულ შტატებშია. ხო. ეს ასევე უზარმაზარი ქვეყანაა. ხო, ესე რომ. მაგრამ უმეტეს სახლებში, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მივედით, ელექტროენერგია მაინც მუშაობდა. ხო, რაც მართლა უცნაურია. იმიტომ რომ ამერიკელები იყვნენ ისინი, ვინც ამბობდნენ, ეს ხო სიგიჟეა, რომ ევროპაში ელექტროენერგია ისევ მუშაობს. მაგრამ მერე ჩვენ აშშ-ში ვიმოგზაურეთ და დენი ისევ მუშაობს. ხო.
მგონი ეს ბოლო საზეიმო სასადილო ოთახია. ხო. ასე რომ ადრე საზეიმო სასადილო ოთახი ვნახეთ, აი ეს კი ბოლო საზეიმო სასადილო ოთახია. აქ იყვნენ 2, 5 ადამიანი. ასე რომ ეს შეიძლება ის მაგიდა იყოს, სადაც ისინი ვახშმობდნენ. მე 6 გამსთრი, მაგრამ კარგი. ხო, ესეც ერთ-ერთი მადვიანია, რომელიც გამოიწევა. ხო. როგორც ხედავთ. ძალიან ლამაზი ოთახია მაინც. ხო და მე ჯერ წერიც არ მიჩვენებია. ხო, აი ეს არის. ესეთ სახლებში ყოველთვის უნდა აწიო კამერა ზემოთ. ყოველთვის უნდა აჩვენო ჭერი. საუკეთესოს ყოველთვის ბოლოსთვის ვიტოვებ. ხო, ეგ მართალია. ლამაზია, მარფა ძალიან ლამაზია. ტელეფონკენი. ჩემმა ბიძამ ესეთი რადიო მაჩუქა, როცა ბელგიიდან ესპანეთში გადავიდა და დღემდე მაქვს. ძალიან მიყვარს. გერმანულია? ტელეფონკენია, ხო, გერმანიაში დამზადებული. ვაუ. ანუ აქაც აქვთ, პორტუგალიაში, ალბათ თელ ევროპაში. ხო. საოცარი კებლის საათი აქ. გონი საათი ჯერ კიდევ ციკციკებს. არა, ის გაჩერებულია. ეს 6 აკლია 15. ერთ კონკრეტულ დღეს, წლების წინ. ბუხარი. ყველა ნაცარი ჯერ კიდევ შიგნით იყო. Yes. უნდა წარმოიდგინო, როცა ვაუ. ყველაფერი ჯერ კიდევ განათებული იყო, ცეცხლი ანათებდა. შეხედე ამას. შიგნით ლამაზი ჩუქურთმაა. ხო. მინდა ესეთი ცეცხლი დავანთო. არასდროს გამიგეთებია ადრე, საბერველი. კარგი. შეგიძლია უბრალოდ დააბერო. იგივე ეფექტია. იგივე ეფექტია, მაგრამ ეს უფრო ავთენტურია. ხო. ნახატი, რომელიც შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრს დაეხატა. ესიც ძალიან მომწონს. ხო, ეს არის. ლამაზია. ამის ავტორია. ლუცილია. არ ვიცი ეს რა არის. ვაუ. ლამაზი პეიზაჟია. და სანთლები. მე უბრალოდ ერთი რამ დავინახე. შეიძლება აღნიშნა? ესა? ხო, ჩემი ბებია ზუსტად ესეთია. ზუსტად, პირდაპირ. ჩემი ბებია. მუშაობდა მაგალითად ერთი დიდარი ქალბატონი, ესე ვთქვათ. და ეს მისცა ჩემს ბებიას. და ზუსტად იგივეა. ხო, ზუსტად. ვაუ. ეს სიგიჟეა. მიყვარს რომ სანთლები ჯერ კიდევ აქა, ნახევრად დამწვარი, დიახ, იმ დროიდან როცა აქ ცხოვრობდნენ. საბედნიეროდ ეს კედელიც აქ ნელ-ნელა ინგრევა. ნაწილებიც შვივა. აქ ადრე ტელევიზორს უყურებდი. ნახე, მათი პირები ისევ ადგილზეა თუ არა? ხო, ადგილზეა. ხო, ეს ნაკლებად მდიდრული თეფშებია, რომელთაც ამ ოთახში ვახშმობდნენ. რატო უნდა დაგეთო? ესეთი შესაფუთი ქაღალდი ყველაფერზე. ეს უბრალოდ კამერის დასაცავა და კარადის დასაცავად, ხო? კარგი. და ასევე თეფშების დასაცავადაც. ხო, ამას ხედავ. ხელოვნების ლამაზი ნიმუშებია ყველგან. რა თქმა უნდა, რელიგია ესეთ სახში ყოველთვის იქნება, რა თქმა უნდა. ასევე ეს დავინახე და ეს დამაინტერესა. ეს მგონი მიუზიკლის რეკლამაა თუ არ ცდები? მუსიკის ხმა. ხო, ეს ოსკარების რეკლამებია. მართლა? და ეს ყველაფერი ძალიან ძველი გაზეთიდანაა, როგორც ხედავთ. ვაუ. ძალიან კარგია. ბოლოჯერ გადავხედოთ ამ ოთახს, სანამ წინ წავიდეთ. კი, უბრალოდ აჩვენ. ვაუ. ესეთი სახლიდან წასვლაზე ფიქრიც კი არ ღირს. ასევე სამზარეულო ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილი, სადაც ოჯახებისთვის საჭმელი მზადდება. და ვფიქრობ, ამ სახლის მდგომარეობას და იმას, თუ როგორ ცხოვრობდნენ ეს ადამიანები, რომ ვუყურებ, აშკარად ყავდათ მსახურები, რომლებიც მათთვის საჭმელს ამზადებდნენ. ხო. სავარაუდოდ ამას თვითონ არ აკეთებდნენ. არა.
ეს ძალიან პორტუგალიური სამზარეულოა, სადაც ახლა შევედით. ვითხოვდი, საკმაოდ უბრალოა. არა, ადრე ჩვეულებრივი იყო ესეთი უბრალო სამზარეულო. ეს მხოლოდ საჭმის მოსამზადებლადაა. საჩვენებლად არ არის. ხო. ზუსტად, ძალიან მომწონს თეფშები, რომლებიც აქ ბუხარზე გვაქვს. ვაუ, ძალიან ლამაზებია. პორტუგალიური ლანდშაფტებია გამოსახული, პორტუგალიური რელიგიაა გამოსახული. ეს ბევრ ადგილას შეგხვედრია, ძალიან ტიპიურია. გვინის დოქია თუ არ ცდები ხომ ასეა? არა, ეს ღვინის დოქი არ არის. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი რისთვის გამოიყენებოდა ეს. კარგი, თუმცა დეკორაციისთვის არ იყო განკუთვნილი, რადგან ჩვენ უბრალოდ დეკორაციად ვიყენებთ. სინამდვილეში არ ვიცი. თუმცა წყალი გამორთეს, რაც კარგია. ხო, როგორც ყოველთვის აქ ზემოთ ყველა კარადა სხვადასხვა სახის სანელებლებისა და პროდუქტების შესანახადაა. და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ქურის ზედაპირი, რომ ოჯახისთვის აქ მოამზადა. ესეც ძალიან მაგარია. ეს ნამდვილი მარმარილოა? დიახ, ეს ნამდვილია, ნამდვილად ნამდვილი მარმარილოა. რა თქმა უნდა, ეს სამზარეულოა, ყოველთვის ნამდვილი მარმარილოა. დიახ, აქაც. ეს ძალიან პატარა მაგიდაა, ალბათ დილის საუზმისთვის. ამერიკული მაცივარი. ფილკო, საპინული. დინდა საპინულე ნახო. ძალიან დიდია. ძალიან მიყვარს ძველი სტილის მაცივრები. ალბათ იქ ჩავდებდი. რომ გააღო, რომ არ გაიხსნას. მაგრამ ეს ახლა აღარ გამოდგება. ალბათ აღარასდროს გამოვიტანებ. ხო. წავიდეთ სახლის მეორე მხარეს. მიყვარს რომ მთელი სახლი ამ ერთი წითელი ხალიჩის ზოლითაა დაფარული. ეს ჩემთვის სამეფო და მდიდრულად იქრძნობა და აშკარად მიზანმიმართულად გააკეთეს ეს როგორც ხედავთ. ეს ლამაზად გამოიყურება ხალიჩებზე, აქ კიბეზე ასვლისას, დერეფანში, რომელიც საძინებლებისკენ მიდის. და სწორედ იქ მივდივართ ახლა. მივდივართ საძინებლებში, ორივე მხარეს, მაგრამ ჯერ აქ არის აბაზანა, რომელიც ძალიან ეკოსანია. ესმის? ხო. ჭერი ძალიან მაღალია და სახლში ეს სივრცე ძალიან ხრუდ ჟღერს. ძალიან უშნო ჭერია, ესე ვითხოვდი. ძალიან უბრალოა. აქ ძალიან ხმამაღლა ლაპარაკი არ მჭირდება. თორე ძალიან ბევრი ეკო იქნება. მაგრამ ამ აბაზანაში ყველაფერი მარმარილოთია მოპირკეთებული. შეხედე ამ ავეჯს. ეს ლამაზი კულულებიც ისევ აქაა. ეს კარები პირდაპირ მარმარილოს ერთიანი ნაჯრისგანაა გაკეთებული. კი, აქაც კი მარმარილოს სახელურებია. შესანიშნავია, დაუჯერებელია. ეს ძალიან ლამაზია. აქ ჯერ კიდევ ნავთის ლამპარი დგას. ძალიან ფრთხილად უნდა დავაბრუნო თავის ადგილზე. შეხედე აქ ყველაფერს. ჩემი აზრით ეს ძალიან უცნაური აბაზანაა. რა თქმა უნდა, ეს აღარ მუშაობს. ის ადგილი უკვე მტვრისგან გაწმენდილი გქონდა. ტუალეტი, მის გვერდით ბიდე, ორივე ერთი ფორმისა, ერთმანეთს უხდება და შემდეგ აბაზანა პირდაპირ მათ გვერდით. ოჯახს შეეძლო დაებანა თავი. გგონია რომ ეს ადგილი მაშინ აშენდა, როცა აბაზანა უკვე სახლთან ერთად იყო დაგეგმილი. მე ესე ვფიქრობ. ხო ასეა? ხო, მეც ასე ვფიქრობ. 1900-იანი წლების დასაწყისი, ხო, ნამდვილად. ხო, ნამდვილად. ლამაზი აბაზანაა, მაგრამ დიდხანს არ ვაპირებ გაჩვენოთ. ამ სახლში ასევე არის რამდენიმე ცარიელი ოთახი, სადაც მხოლოდ სკამებია რაღაც მიზეზით. ძალიან პატარა სკამებია. მაგრამ ეს ბავშვების ოთახი იყო. ხო, შეხედე ამ სკამებს, თუ დავჯდები მასზე. არა, ეს აქციების გამო არა. არა? არა, ამ ოთახში საწოლი იმდენად პატარა იყო, რომ ნათურები აქა. ხედავ? ნათურები ორივე მხარეს. ასე რომ საწოლი დიდი არ იყო. ასე რომ შეიძლება აქ ორი საწოლი იდგან რაღაც მსგავსი. იმიტომ რომ აქ ორი ჩამრთველიც არის. ხო, მართალია. ეგ შეიძლება მართალი იყოს. და ეს სკამები, რასაც ახლა ხედავთ, ვიქტორიანული ეპოქისაა. და ფეხები, ისევ იგივე კაბრიოლის ფეხებია, როგორც სხვა სკამებზე. ისინი ლამაზია. ისინი ძალიან მსუბუქია. ისინი მაინც შესანიშნავია. ეს ოთახი სინამდვილეში ძალიან ვიქტორიანულია. ვაუ, ხედავ ძაფებს და შიგნეულობას. ეს არ არის შევსებული, უბრალოდ ძაფებია. შეგიძლია მიხედო ამას. უკვე ვიგძენი ეს, როცა დავჯექი მასზე, ხო? ნამდვილად ძალიან ელასტიკურია. ხო. მაგრამ ხედავ, ჭელიც კი ძალიან ვიქტორიანულია. შეღებილი. არა. სინამდვილეში ნამდვილი არა. ხო, იფიქრებდი რომ პლასტმასია. არა, მე ამ მხარეს ვარ.
კუთხეებში ცოტა თაბაშირია, მაგრამ უმეტესობა შეღებილია. დაუჯერებელია ეს ოქროთი დაფარული ჭაღი ოთახის შუაში. ვაუ. კიდევ ერთხელ. ეს საფარები კარის საკეტისათვის. ყველგან. ვაუ. და ახლა მივედით ამ დერეფნის ბოლო ორ ოთახთან. ესენი ბოლოებია, რომლებიც უნდა გაჩვენოთ. მოდი ჯერ ეს აქ გაჩვენოთ. შეგიძლია შიგნით შეხვიდე. ალბათ ერთ-ერთი იმ ბავშვისაა, რომელიც აქ ცხოვრობდა. საწოლი ისევ დალაგებულია, იგივე სტილის საწოლია, რაც ადრე ვნახეთ, მაგრამ ფორმა ოდნავ განსხვავებულია. მე გთხოვ, ყურადღებით იარო, რადგან შენს უკან ბევრი, ძალიან ბევრი ნგრევაა, თუ ჯერ არ შეგიმჩნევია. კი, შევამჩნიე. მაგრამ სწორედ აქ უნდა ვიყო ფრთხილად. კედლები იმ კუთხეში იძირება. კი, ძალიან ახლოს არ მივალ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადვილი ასე მალე ინგრევა. კი. და ჭერი თაბაშირის ორნამენტები ისე ლამაზია. კიდევ რამდენიმე რამ არის, რაც ამ ოთახში უნდა აღნიშნოთ. და ეს ნამდვილად ის სურათია, რომელიც აქ გვაქვს. ის ამ ქალაქშია დაკეთებული. შენ შეამჩნიე? არა, უბრალოდ შემეშინდა, რადგან ეს ჩამოვარდა ისეთი შთაბეჭდილება დამჭა თითქოს ვარდებოდა. შევეხედა, ცოტა შეირხა. ბოდიში. ესე რომ ყავს ქალი და კაცი და ვიცი რომ ამ ადგილის ბაბუას მარიო ან მარიაო თუ რაღაც ეგეთი ერქვა. ასე რომ ეს შეიძლება სწორედ ის კაცი იყოს თავის ცოლთან ერთად. ლამაზი საწოლის ტუმბო გვერდით დგას. ფრთხილად იყავი გთხოვ. და აქ გვაქვს რაღაცა მსგავსი ბავშვების ნახატი. ანა მარგერიდასგან. მარგერიდა. ხო, ანა მარგერიდა და ეს გაკეთებულია 1980-ის 29 იანვარს. და რაც ცოტა საინტერესო მგონია ამ ადგილთან დაკავშირებით არის ის, რომ ბავშვები ჯერ კიდევ ძალიან პატარები იყვნენ, როცა ეს გააკეთეს. დაახლოებით 90-იან წლებში მიატოვეს ეს ადგილი, ასე რომ ალბათ მოზარდობის ასაკში იყვნენ, როცა მოუწიათ ამ ადგილის დატოვება. მაგრამ აქ მაინც ბევრი ბავშვის ნივთია დარჩენილი და ეს ჩემთვის ცოტა უცნაურია. ლამაზი ნახატი, რომელიც მან დახატა. ასე რომ ეს ალბათ მისი ოთახი უნდა ყოფილიყო. ჭაღით საკმაოდ დაბალია, ალბათ ჰოლანდიელი ადამიანისთვის არ არის განკუთვნილი. არა. არა. როგორ უწოდებდით ამ საფარებს, რომლებიც აქ ფანჯრებზეა გადაფარებული? ფარდები. მაგრამ მეგონა რომ შეიძლება სპეციალური სახელი გქონოდათ. შეიძლება აქვთ კიდეც, მაგრამ მე არ ვიცი. ესეთებს ხშირად ნახავ პორტუგალიაში. ხო, უბრალოდ ფარდებია. და ისინი ეს საკმაოდ უცნაურია, იმიტომ რომ შიგნიდან ჩვეულებრივად გამოიყურება. გარედან კი ისე ჩანს, თითქოს ოქროდ არის შეღებილი. ხო, ეს მშვენიერია. ეს ბოლო ოთახია ამ სართულზე. მოდი შევამოწმოთ. ჩემი აზრით ესეც მშვენიერი ოთახია. ვაუ. ესეც მთავარი საძინებელი უნდა ყოფილიყო, როგორც ჩანს. შესაძლოა. ხო, არ ვიცი. შეიძლება ბებია, ბაბუა ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ. მათთან ერთად იმ დროს. ესეც ძალიან გავრცელებული იყო იმ პერიოდში პორტუგალიაში. კიდევ ერთხელ შესანიშნავი ჭერია. ჭაღი ცოტა ნაკლებად გამოკვეთილია, მაგრამ ჭერი არაფრით ჩამოუვარდება იმ წინა ჭერს, რომელიც ვნახეთ. არა, ციდან და შემდეგ ეს მცენარეები, ეს ყვავილები, რომლებიც მასში ხარობენ. ვაუ. მიყვარს ეს პლედი საწოლზე. ის თითქოს ბეწრიანია, ნამდვილი პლედია. ეს საწოლი მშვენიერია. ო, მის შიგნით ანგელოზია ამოტვიფრული. ვაუ. შემდეგ მის გვერდით გვაქვს საწოლის ტუმბო და ტუმბოზე არის რაღაც, რაც ძალიან ხშირად გვხვდება. იქ დატოვებულია ბიბლია. ყველა ატარებდა ბიბლიას და საღამოს ბოლოს კითხულობდა ერთ მუხლს. მინდოდა რომ ეს გამოსულიყო. რა თქმა უნდა, მარიას პატარა გამოსახულება. ხო. ეს რა არის უბრალოდ? უბრალოდ სანიშნე, ან რაღაც მსგავსი. კარგი სანიშნე. მეგონა რაღაც განსაკუთრებული იყო. არა, არაფერი განსაკუთრებული. შეხედე ამ სკამებს, დენი. ისინი იგივე დიზაინითაა, როგორც საწოლის თავის საყრდენი. ხო. ვაუ, ეს საოცარია. შემდეგ მისი მინიატურული ვერსია. მისი მოპირკეთებაც კი ძალიან ლამაზია. და შემდეგ ქალის ქუდი.
ეს იმ ქუდებიდანაა, როცა ქმარი გარდაიცვალა. ესეთი ქუდი უნდა ატარონ. არ ვიცი. არა? არა, ეს უბრალოდ ლამაზი ქუდია, რომელსაც კვირა დღეს ან გარეთ გასვლისას იკეთებენ. ჩემთვის ეს უფრო სამგლოვია რო ქუდს გავს. გულისხმობ, შეიძლება იყოს კიდეც, მაგრამ ყველა მგონია რომ ყველა ქუდი ერთნაირი იყო. კარგი, ასე რომ მათ შეეძლოთ ეს განსაკუთრებულ შემთხვევაზე ან დაგზალვაზე ეტარებინათ. პორტუგალიელებისთვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, ქუდს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი მაგალითად მართლა არა. არა, მართლა არა. ადრე ისინი უფრო რაღაცას იფარებდნენ თავზე, არა ქუდს. მაგრამ ვიტყოდი, უფრო მდიდარი ხალხი კი, დიახ. დიახ. და აქ ამ ხარეს კიდევ რამდენიმე ძალიან საინტერესო რამ გვაქვს. პირველ რიგში აქ კიდევ ერთი სურათი გვაქვს დატოვებული. და ეს იგივე ქალია, რომელიც ადრე ვნახეთ, მაგრამ აქ ის თავის ქმრის გარეშეა გამოსახული. და შემდეგ გვაქვს აკადემიური დიპლომი, თუ არ ვცდები, მისი ქმრის რომეუსია. ნახეთ, აქ არის სახელი. რომაო, სწორია? ეს არის პიესის სახელი, რომეო. მართლა? მოიცადე, დავიკითხო. არა, რომეო პინტო. ხო, მართალი ხარ. სრულად მართალი ხარ, ხო? ხო, მაგრამ ეს უბრალოდ აღსანიშნავია, რომ ის გადავიდა 1922-დან 1925-მდე. ხო, ლამაზ. რა ოთახია ისე? ან იქნება აქეთ. კიდევ რამდენიმე რამ. ეს სახურავი ძალიან სრიალებდა. ეს ჰარმონიკას ან რამე მსგავს. არ ვიცი რა არის ეს. ჰარმონიკა კლაჩი. უი. არ მაქვს წარმოდგენა. ეს ძალიან უცნაური მოწყობილობაა. არ მაქვს წარმოდგენა. რა არის ეს? ესეთი რამ არასდროს გინახავთ. თუ ვინმე მიცის გთხოვთ შეგვატყობინეთ, მაგრამ არ მაქვს წარმოდგენა, რას აკეთებს ეს მანქანა ან მოწყობილობა. რამდენიმე რამ, მაგრამ ეს იყო ტუალეტის მაგიდა, სადაც დილით ილამაზებდნენ თავს. და დიდი კარადა აქვს, ასევე გარდერობი. ზუსტად იგივე დიზაინი აქვს, როგორც საწოლს. ამ სახლში ყველაფერი ერთმანეთს ერგება. კარგი. დროა ჩემო მეგობარო, ავიდეთ ამ სახლის ბოლო სართულზე. უი. ჭერი, როცა აქ ამოდიხარ, ძალიან ლამაზია. ის განსხვავებულია იმათგან, რაც აქამდე გვინახავს. ძალიან განსხვავებულია. და ჩანს, რომ ხისგანაა გაკეთებული. ხო. ხო, ძალიან გეომეტრიულია. ერთი რამ, რაც მართლა შემიშნე, როცა აქ ზევით ავდიოდი, იყო ის, რომ ხალიჩა შეიცვალა. ეს აღარ არის წითელი ხავერდი. ეს არის ის შეიცვალა ყავისფერ ხალიჩებად. ხო, და გადახუნებულიცაა. გონია, იმიტომ რომ ახლა მსახურების საცხოვრებელში შევდივართ. ალბათ აქ ეძინათ სახლის მსახურებს. მოდი დავათვალიეროთ. უკვე ვხედავთ საძინებელს, რომელიც ბევრად ნაკლებად ლამაზია, ვიდრე ის, რაც ქვემოთ ვნახეთ. ხო. თუ არ ცდები, დენი, ეს შენი როგორც მსახურის ოთახია, ხო? ანუ რაღაცა მხრივ შენთვის სახლივითა. ხო, დიდი ალბათობით. ხო, არ მგონია ოჯახის რომელიმე წევრი აქ ზევით დაიძინებდა. გონია მთელი ოჯახი ქვემოთ იზინებდა. ოჯახი არც ისე დიდი იყო, ასე რომ არა, ისინი საკმაოდ პატარა იყვნენ. ესე ვიტყოდი. შენი რელიგიური ფიგურა ზევით. არ მაქვს წარმოდგენა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს კაცი. ეს პაპია. სახელი ქვემოთ წერია. ღმერთო ჩემო, საშინლად ვერ ვერკვევი ამაში. მაგრამ აქაც კი შეგიძლია დაინახოთ, სად დაიწყო დეგრადაცია, სად ნელ-ნელა ინგრევა შენობა. царილი. მაგრამ ეს ქურთუკის საკიდებით ძალიან მომწონს. ისინი ლამაზია, ძალიან ტრადიციულია. კარგი. ეს ოთახი საკმაოდ цаრიელია, ჩემო მეგობარო. ამ ოთახების უმეტესობა ასეთია. საკმაოდ цаრიელია. გონია რომ ამას რაღაც კავშირი აქვს იმასთან, რომ ერთ დროს მათ უკვე აღარ ჰყავდათ მსახურები და შემდეგ დაიწყეს ნივთების გატანა. დიახ, დიდი ალბათობით.
რატომ იქნებოდა ეს ბადე აქ ზევით? რას ინახავდნენ აქ? ცოცხალ ცხოველებს თუ რამეს? არა, ცოცხალი ცხოველების სახში? არა. არ მაქვს წარმოდგენა რას ინახავდნენ იქ ზევით. ალბათ რაღაცას, რაც არ სურდათ. რომ ბუზები ან რამე მსგავსი შიგნით შესულიყო. არ ვიცი, არ მაქვს წარმოდგენა, არც ეხლა მაქვს წარმოდგენა. კარგი. მოდით ნახოთ რა არის ამ ოთახში აქ. აქ რამდენიმე სკამია დატოვებული. ვაუ. არ გამოიყურება მდიდრულად, მაგრამ ესენი ნამდვილად პორტუგალიური სკამებია. ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, ხო? მე არ ვიცი ამ ისტორიის სახელი, მაგრამ მგონია რომ ეს ცნულია. რაღაც მსგავსი. ესეთი რამ არასდროს მინახავს. ეს პორტუგალიაშია დამზადებული. ეს არის ვიცი, პორტუგალიურად სახელი არის ვიმე. ძალიან სუსტად იგრძნობა, ხო? ძალიან სუსტად. ხო, ისეთი შეგრძნება, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება დაიშალა. მაგრამ ისინი სინამდვილეში ძალიან ძლიერები არიან. სუსტად იგრძნობა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ძლიერები არიან, მართლა. ხო, მგონია რომ სუსტია, უფრო სუსტი. მგონია, ეგაა სახელი. არასდროს მსმენი ამის შესახებ. მაგრამ ძალიან ლამაზი სკამებია. მართლა ძალიან მომწონს ისინი. კიდევ რამდენიმე რამ ამ ოთახის ამხარეს. და კიდევ ერთი ძალიან პატარა, იქაც. ალბათ ერთ-ერთი იმ საბავშვო სკამებიდან, ეს არის საუთო დაფა. ბოდიში. მე დავინახე. ოჯახის კიდევ ერთი ფოტო ვნახე. ვაუ. ბევრი მოგონება არ დარჩენილა, მაგრამ რამდენიმე არის. მხოლოდ რამდენიმე მცირე მოგონება ამ ოჯახის შესახებ. აქ დერეფანში გვაქვს სინგერის საკერავი მანქანა. ლამაზად დგას აქ. ის ჯერ კიდევ მუშაობს. ვაუ. ყველაფერი ჯერ კიდევ ადგილზეა. სამწუხაროდ, მხოლოდ კამარი აკლია, რომელიც საკერავ მანქანას ამოძრავებს. ესეთი რამეები იმდენჯერ გვინახავს მიტოვებულ ადგილებში ძიებისას. ისინი ფაქტობრივად მთელ მსოფლიოში გვხვდება და ხედავთ, რომ ეს კომპანია ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავის დროზე. ეს ალბათ ამ სახლის ყველაზე პორტუგალიური ოთახია, ყველა ამ სკივრით. რა თქმა უნდა შევიხედო შიგნით სწრაფად. საბნები. დიახ, რას ფიქრობდი? ეს ერთ-ერთი იმ სამგზავრო სკივრებიდანაა, რომელზეც ადრე ვსაუბრობდით. და რადგან ეს ოჯახი იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ ასევე ჰქონდათ მოგზაურობის შესაძლებლობა. ეს კი პირდაპირ მათი სამგზავრო ჩემოდანი იქნებოდა. რამდენიმე სკიური. ეს ცარიელია, ჩემო მეგობარო. იქ უკვე ბევრი აღარაფერია. იქითკენ კიდევ რამდენიმე სკიური დევს. და ერთი ჩემოდანი. ხო, ეს საკმაოდ ლამაზია, მაგრამ ეს მართლა მოგზაურობის ჩემოდანს გავს. ხო. ლამაზადაა დამზადებული ტყავისგან. და აქ არის პატარა სველი წერტილიც. აქ ზემოთაც. ვაუ, შეხედე ჭერის სარკმელს. ხო. პატარა ჭერის სარკმელი. მოდით ვნახოთ ეს ბოლო რამდენიმე ოთახი აქ ზევით. ასე რომ აქ არაფერია. ნახე რომ არაფერია. და ეს ერთი ოთახი დარჩა, რომელშიც ორი საწოლი იმ მსახურებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ. ძალიან უბრალო ოთახი. ხო, მეც ეს მინდოდა მეთქვა, ხო. მაგრამ ერთი რამ რაც მართლა ჩანს, ეს არის ის, რომ მთელი ცემენტი და მთელი კონსტრუქცია უბრალოდ ინგრევა, რაც ძალიან სამწუხაროა. თუ ამას ვხედავ, ვფიქრობ, რომ ესეთი სახლის გადასარჩენად პირდაპირ თავიდან უნდა ააშენო. ხო, სახლის კონსტრუქცია დაზიანებულია, ხო. ცევდიანი სწორედ ეს არის. ხო. ვცდილობთ მაინც გარეთ გავიდეთ და ამ ადგილის ბაღები გაჩვენოთ, რომლებიც ასევე ძალიან ლამაზია. ხო და წავიდეთ იქ ეხლავე. ხო. ეხლა უკვე სახლის გარეთ, უკანა ეზოში ვართ. აქ შეგიძლიათ ნახოთ ამ ადგილის ლამაზი არქიტექტურა. სულიად გრანდიოზული სახლია. ვაუ. მიყვარს ეს ჩაღრმავებული ბაღები, რაც აქ გვაქვს. ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ლამაზია. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ამერიკული ადგილია, ეს არის პორტუგალიური ადგილია. ასევე აქვს კერამიკული ფილებით მოპირკეთება გარედან. და აწერია ჟოზე, წმინდა ჟოზე. ხო, ეს წმინდანის სახელია. მაგრამ ასევე ვლობელის სახელიცაა. ალბათ არაფერი კავშირშია, მაგრამ ხო.
ლამაზი უკანა ბაღია, ჩემი აზრით. კარგი დენი. გონი აქ უნდა დავასრულოთ. უნდა გადავუხადოთ მადლობა ხალხს ამ ვიდეოს ყურებისთვის. მადლობა უნდა გადაგიხადო, რომ ჩემთან ესად გადაიიხე. არაფრის. მისი ბმულიც აღწერაშია. აუცილებლად გადახედეთ დენის არხსაც. და უდიდესი მადლობა ამ ადამიანებს. იმედია მომავალში მათ ცხოვრებაში წარმატება ექნებათ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ან დატოვეთ სასიამოვნო კომენტარი კომენტარების სექციაში. აღწერაში ასევე არის ბმული Patreon-ზე. იქ შეგიძლიათ დაგვიჭიროთ მხარი და დაგვეხმაროთ, რომ ვიმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო და გადავიღოთ ეს საოცარი ადგილები. ეს ყველაფერი რომ თქვით, ძალიან დიდი მადლობა. შევხვდებით მომავალ კვირას ახალ ეპიზოდში. ნახვამდის. ჩვენ ძალიან გვიყვარხართ.